ესე იგი, ეხლა მივიდივართ ანალიზებზე. უზმოვართ 9 საათი ხდება. ანუ ვინც ხშირად მიყავთ კი იცით რომ ყოველ თვე ვიკეთებ ანალიზებს. შესაბამისად ეს თვეც არ არის გამონაკლისი. ნუ ვფიქრობ ყველაფერი გზი არის. просто გადამოწმების მიზნით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. არ შეიძლება რაღაც კონკრეტული რაღაცები ანალიზებამდე, როგორც არის მაგალითად ჭამა, რა თქმა უნდა. წყლის დალევაც არ შეიძლება და რავი, კბილების გამოხეხვაც, მაგრამ მინიმალური პრობლემა არის ეგ. მაგრამ მაინც ძალიან ჯამში ვართ უზმოზე. გავიგულე თუ არ ეგრევე გამოვედი. ევექში ვაბარებ ხოლმე მე ანალიზებს. შესაბამისად მივალთ, მივიღებთ მიმართვას, ჩავაბარებთ, დღეს გვექნება პასუხები და შემდეგ უნდა გავიდეთ სპორტულ მასაჟზე. ავიღეთ მიმართვა ეხლავთ მესამე სართულზე ლაბორატორიაში და უკვე იქ ჩავაკლებთ ანალიზებს. ეს ანალიზებია, რაც უნდა გავაკეთოთ და ნუ შენიშნებიც არის აქ თავისთავად. ეს უნდა გაითვალისწინოთ. შეკარი? მოკლედ ეს არის სულ ავიღეთ, ჩავაბარებთ, პასუხებსაც დღეს მივიღებთ, გვეცოდინება რა როგორ არის. მანამდე ძალიან მშია, ეხლა უზმოვ როგორც იცით, სახში უნდა ვიდე ყველა ვარიანტში და ჭამობ. გავაკეთოთ პირველი კვება, იმიტომ რომ საშიად მშია. კვერცხის ცილა, როგორც ვაკეთებთ ხოლმე და 2 მთლიანი კვერცხი. აქ არის 50 გრამი შვრია, რომელსაც პროტეინს გავუკეთებ და რაც შევცვალეთ არის ის, რომ 1 მთლიანი ბანანი მქონდა და ეხლა გვექნება ნახევარი ბანანი მარტო. ცოტა ზეითუნიზეც მაინც ხმარობ. 2-3 გრამს მაქსიმუმ. და რომ ისედაც სხვა კვებებზე ცხიმი არ მაქვს და დილით შვენიერი ვარიანტია ცხიმები. რაც მჭირდება დღის განმავლობაში რომ ბარი დილითვე თვინად მივიღო. ცოტა გახურება და ტაფას თუ არ ვწდები. პირველი კვება, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად 6 კვერცხის ცილა, 2 მთლიანი კვერცხი, ცოტა ყაბაყი დავამატე, დავხავთ 50 გრამი. 50 გრამი უმეტაწონილი შვრია, ნახევარი ბანანი პლუს პროტეინი. 1 ჭიქა წყალი და საჭირო ვიტამინები. ეს არის ჩვენი პირველი კვება. მხოლოდ მცირე სხვაობა არის წინა კვირათა შედარებით. ასე ალბათ მცირე სხვაობებს გავაკეთეთ ხოლმე ყოველ კვირა შეჯიბრის ბოლომდე. ეხლა ეს კვება მოვჭამოთ. დანარჩენი კვებები გამზადებულია და ნელ-ნელა როგორც აქამდე გითხარით, სპორტულ მასაჟზე მოგავიდეთ და იქიდან დაგიბრუნდებით. ახლა კიდევ მივირთმევით ჩემს საკვებს. მოვედით, ακόμα გავაკეთე სპორტული მასაჟი, ნიკასთან ვართ, მე დავწევი. ნიკა აგიხსნით ყველაფერს, რასაც მიკეთებს, რატომ არის საჭირო, რანაირად. შენ რა ხან შეჯიბრი გაქვს რა და ეს მოსამზადებელი პერიოდი, ამ მოსამზადებელ პერიოდს ვიყენებთ, რომ შენი ორგანიზმი მაქსიმალურად მზად იყოს შეჯიბრისთვის რა. სპორტული მასაჟი დაგვეხმარება იმისთვის, რომ კუნთის მუშაობის უნარიანობა კიდე გავზარდოთ რა. მოადუნოს სისხლის მიმოქცევა მასაქნას გაუმჯობესოს, ამ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით კიდე ჟანგბადის მიწოდება ხდება კუნთში, საკვების მიწოდება ხდება კუნთში და იწვევს მის ზრდას და სპორტული უნარების გაუმჯობესებას რა. ეს არის ზუკა. მართლა გიგი იმას ეძახით და ეს ეძახის, მაგრამ ამის ნამდვილი სახელი ზუკა არის. ზუკა ან გუაშა. ეს მეხმარება უფრო ღრმად რო ჩავიდე კუნთში. უფრო ღრმა მასაჟი რო გავაკეთო. ეს სპორტული მასაჟის დროს იდეალური დამხარე საშუალება არის. აი ეხა
დავიწყოთ გაჩერება ვაკუუმის. რაღაც წერტილებში უნდა ვიყოთ ფრთხილად. რომ სპაზმი არ გვინდა, არ გვაწყობს. ვაკუუმის ეხმარება შენი სპორტული იმარების გაუმჯობესებაში, ტკივილს ხსნის, აი ტრიგერული წერტილები სადაც არის ხოლმე. ტკივილს ხსნის, მე აი ინდივიდუალურად რო გადევდი გახსოვს, აი რაღაც კონკრეტული წერტილები რაც მეუნებოდი რა. ეგ არის ინდივიდუალური წერტილები რა უკვე. ანუ არის წერტილები სადაც ვიცით რომ აი ეს უნდა აქ იყოს მაგალითად. აქ ამას ვადებთ, მაგრამ რომ მორჩევით უკვე და რო ავიღებთ, მე უკვე შენი შეგრძნებებით ვცდილობ ვიპოვო ის ინდივიდუალური წერტილები, რაც შენ გაქვს და ჩემ ადგილას გსიამოვნებს და მოგწონს რა მაგალითად. მოდი ამ პროცედურის მერე უკვე იმ პროცედურას დავიწყებთ. აი ადგილები რა სადაც წითლდება რა უფრო მეტად რა. რაღაცა ესე იგი მან კარგი სისხლის მოგცევა არ არის. მაგრამ ადგილები სადაც არ წითლდება, მანდაც არ არის კარგი სისხლის მოგცევა, სადაც იდეალური ფერი გვინდა ხოლმე რა. აი მოვარდისრო ფერი გვინდა, რომ ვიცოდეთ მაგ ადგილას კარგი სისხლის მოგცევა არის ესე იგი. შენთან როგორ არის? შენთან აი აქ არის ცუდი სისხლის მოგცევა, აქ ტრაპეციებში. და დაჭიმული არის რა უფრო რა. ეს ადგილები. აი აქ შედარებით უკეთესად გაქვს. ეხლა შევჭამუცბათ მეორე გოვა მიწევს და ხარი დაგჭა და გამოგზავნებთ შემდეგ ისევ მასაჟს. აქ არის 70 გრამი ბრინჯი, 120 გრამი ქათმის ფილე, 50 გრამი ყაბაყი. მიწეს ვერო. მაიდა არ დაიკეცოს იმით. დავიწყოთ ხარი და ვამუშავოთ. კივა? მაგაჭა? არა, ცოტა კითხო დავსამართლო. და კივილი აღარ აქვს. აი შეიძლება ხოლმე კივილი აღარ აქვს. ცოტა არა კომფორტულია რა. ესე იგი დაბრუნდით სახში, გააჩაირა სპორტულმა მასაჟმა. იდეაში კარგი განტვირთვა გამოგვივიდა და გადართვა თან დღეს დასვენების დღე გვიწევს მით უკეთესი უფრო ბევრად დასვენებული ვარ რო ვიცი რომ რაღაც სხვა საქმე არ მაქვს და ამიწევს დღეს გადარბენები მიუხედავად ამისა დღეს გავაკეთე სახში რომ მოვედი 2 დღის კვება სულ ასე ვაკეთებ როდესაც ვისვენებ მომდევნო 2 დღის კვებას ვაკეთებ იმიტომ რომ ფიზიკურად თუ არ მაქვს ხოლმე სულ დარბაზში მიწევს ყოფნა და ეს არის 1 დღის, ეს არის მეორე დღის. 300 გრამი ნახშირწყალი, 250 გრამი ნახშირწყალი. ზიგზაგურად მოხ ესე გაკეთებული. 300 გრამი ნახშირწყალი, 250 გრამი ნახშირწყალი და 180 გრამი ნახშირწყალი. 300 სავარჯიშო დღე არის, 250 სავარჯიშო დღე არის და 180 უარჯიშო დღე არის. ზიგზაგური ზოგადად ძალიან მაგარი სტილია და მეტაბოლო პროცესებისთვისაც იდეალური არის. სულ ერთ იგივე კალორიაში რო არის. შესაბამისად ეს კვებები უნდა შევინახო, გამზადებულია უკვე ხვალისთვის და ზეგისთვის და დღეს გვიწევს მესამე კვება. ბრინჯი 60 გრამი, 120 გრამი ქათმის ფილე და 50 გრამი ყაბაყი. სხვა, ხო, ამას შევჭამთ, მერე გვიწევს კარდიო, რადგან დილით უსმოზე ფიზიკურად ვერ შევძელით, რადგან ანალიზები გვქონდა გასაკეთებელი. გავაკეთებ კარდიოს და დამატებით მექნება პოზირება. ასე რომ ამ კვების შემდეგ ცოტას დავისვენებ და კონკრეტულს განვახორციელებ.
უკვე სახი გავიძრე. ეხლა უნდა ვიბანაო და ახლავთ 1 საათში შევჭამ. მანამდე თანამაწდავლებ აქ არის პროტეინი, გლუტამინი, კრეატინი და კოლაგენი. ერთმანეთში შევურავ ყველაფერს ერთად. ძალიან კარგად დავიხარჯე, სხვა შორის. მიხედავთ იმისა, რომ დასვენება არის, მაინც საჭირო არის, რომ აქტივობა იყოს. ელემენტარული აქტივობა, რომ უფრო აუცილებლად ისე უნდა გივარჯიშო და ისე უნდა გაატარო ეს დღე, რომ სავარჯიშო დღეში გაგივიდეს, მაგრამ მაინც უნდა გვეტყობოს, რომ რეჟიმში ვართ. წესით ფორმა ნორმალური, მე მომწონს ფორმა. წონა დავიკელი, რა თქმა უნდა, შემატყობდით. ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ შრები ძალიან თხელი მაქვს უკვე კანი. ცოტა დამჭა ცხიმი ძალიან. ჩემი აზრით 3 კვირაში უკვე იდეალურად ვიქნები მზად. და შენ უკვე დამუშავება წავა იმ ნაწილების, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე ჩემს მაქსიმალურ ხდებ და ასე გაგრძელდება უცილებლად. თუ უფრო არ გაიზრდება. ასე რომ და ჩემს ხმებს მივანდობ. თუ იმსახურებ ხომ გამოჩნდება თუ არა და ესე იგი ეს იყო საჭირო. შრომა არ მეზარება, არც არ მეზარებოდა და არც ხარ დამეზარება. გორწითხავით, მოსწავლეო, გადავიღებ წყალს, ჭამა გვიწევს და შემდეგ უკვე მეხუთე კვებით რომ დაგებრუნდებით, წესით ანალიზის პასუხები უკვე მოსული იქნება და იქ იქნება ჩვენი დღევანდელი დღე. ესეც ჩვენი მეოთხე კვება, რომელიც არის 200 გრამი ტკბილი კარტოფილი, ბატატი, 120 გრამი კადმისფილე, 50 გრამი ყაბარი. როგორც შეამჩნევთ ბოლო კვებისკენ გადმოვიტანე ტკბილი კარტოფილი, ამის მერე მხოლოდ ცილა მიწევს და ეხლა ეს ატომ გავაკეთე. დაბალგლიკემიურია, როგორც უნდა გაიკვირდეთ ტკბილი კარტოფილი, რაც ნიშნავს, რომ დანაყრების შეგრძნება უფრო დიდხანს ხდება. შესაბამისად, ბოლო კვებებში უფრო მჭირდება დაბალგლიკემიური საკვები, რათა ეს საღამოთი მოთხოვნილება არ მქონდეს და შიმშილი ძალიან მაღალი. და ჩვენივად გამომდის ეს ყოველივე. ამის შემდეგ კვება იქნება მარტო ცილა და ბოსტნეული და ეს არის უკვე ბოლო ნახშირწყალი დღეისთვის. ამას შევჭამ და დაახლოებით 10-ის ნახევარზე, 10-ის ფის ეგრე გვექნება ბოლო კვება. და ბოლო მეხუთე კვების დროც მოვიდა. აქ არის 180 გრამი ქათმისფილე და მისი შესაბამისი 180 გრამი ყაბარი. კი, ბევრი ბოსტნეულია სხვა კვებთან შედარებით, რადგან ამ კვებას ნახშირწყალი არ არის და ბეტი ბოჭკო მჭირდება, რათა ეს შიმშილის ჰორმონი გრელინი მაქსიმალურად დავთქმო, რადგან მაინც ბოლო კვება დაძინებამდე 2-3 საათი მაინც არის დარჩენილი და შემდეგ უკვე ძილშიც ხეს გიშლის თვითონ შეგრძნება. თორემ მე პრობლემა არ მაქვს. შემიძლია შემშესაც გაუძლო და ყველა საჭირო, რავი, შეგრძნებას თუ სხვა საჭიროებას. უბრალოდ სხეულისთვის უკეთესია თუ მეტი ყაბაღი მექნება მაგალითად ამ კვებაზე, რადგან ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია და საერთოდ პრობლემა არ არის. ასე რომ სავსე კვებად გამოიყურება ჩვენი მეხუთე. რაც შეეხება ანალიზებს, მოვიდა პასუხები. ყველაფერი არის წესრიგში, როგორც მოვილოდი. სისხლის საერთოდ ჰორმონები თავარია და ფუნქციები. ფუნქციები ორგანოებს, ანუ გვერდზე და თირკმელს. ასე როდესაც მიყვები ყველაფერს ისე როგორც საჭიროა და დასახული მიზნები და გეგმები ერთმანეთის შესაბამისია. გავაგრძელებთ ყველაფერს ისევ როგორც არის. ტემპს არ დავაგდებთ, თუ არ მოუმატებთ პირიქით. 6 კვირა დაგვრჩა. აუცილებლად ბოლომდე მივაწვევი და აუცილებლად ჩემს მაქსიმალურს გავაკეთებ.
რაც შემიძლია. და იმედია ეს ყველაფერი დაფასდება და გამოჩნდება იქ სადაც საჭიროა. მალე შევხვდებით, რა თქმა უნდა, ვეცდები რომ შემდეგი იყოს უკვე ვარჯიში და უფრო მეტად გაგაცნოთ ჩემი რუტინა და რეჟიმი, რაც როგორ ვაკეთებ და რა იცვლება ყველაზე მეტად, რადგან ბოლო კვირები მოდის და ყველაზე მეტი ცვლილებები ამ დროს არის ხოლმე და საქმის კურსში გავყოფებთ. თქვენ უბრალოდ თქონ არის რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ, დიდი მხარაჭერაა ჩემთვის, ხედავ რომ გაინტერესებთ ჩემი მომზადება, მე საერთოდ ეს ყველაფერი დამიკომენტარეთ აუცილებლად ნებისმიერ რაც გაინტერესებთ, რადგან სულ ვკითხულობ, გავითვალისწინებ, გამიხარდება, მეწყინება, არ ვიცი. მოკლედ კომენტარებს აქვს დიდი მნიშვნელობა ჩემთვის და თქვენს აქტივობას ზოგადად. მადლობა ყველაფრისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.